მშვიდობის და მოგესალმებით რუსთავიორის ტელემაყურებლებს, ლოტოს მოთამაშეებს, ყველას, ვინც თვალს ადევნებთ ახლა რუსთავიორს. დღეს არის პარასკევი, რაც რა თქმა უნდა იმას ნიშნავს, რომ ეს არის ის დღე, რომელიც ჩვენი ურთიერთობისთვის არის განკუთვნილი და საქართველოს ეროვნული ლატარია ტრადიციულ დროს, ტრადიციული სტუდიიდან იწყება. შესაბამისად, ლოტო 6.42-ის ფარგლებში თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი გახდეთ ძალიან მაგარი, მსხვილი, არაჩვეულებრივი და საკმაოდ სოლიდური თანხების მფლობელი. მაშა ასე უნდა გაგიმხილოთ და გითხრათ კიდევ ერთხელ რამდენს შეადგენს დღევანდელი ჩვენი ჯეკპოტი, რომელიც უკვე გახდა 1.458.710 ლარი და არაჩვეულებრივად გამოიყურება ასევე მეორე საპრიზო კატეგორია, რომელიც გასდა 127.000 ლარს და ვნახოთ, როგორ განვითარდება დღეს მოვლენები, მით უმეტეს, რომ 2023 წლის ფარგლებში მეგობრებო ჩვენ ბოლოჯერ ხვდებით ერთმანეთს. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი წლის ჯადოსნურობა და ჯადოქრობა თავისას გაიტანს, კუც იქნევს და რომელიმე თქვენთაგანს ძალიან გაგახარებთ, მით უმეტეს რომ მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საკმაოდ მსხვილი თანხები ერთხელ უკვე გავათამაშეთ, მე მგონი დრო არის, რომ ასევე წარმატებულად და ბედნიერად დავაგვირგვინოთ ეს წელი. მაშა ასე 604 ტირაჟი არის დღეს, მე წარმატებებს გისურვებთ, იღბალი თქვენკენ, ამჯერად უკვე ჩვენს ჯადოსნურ ღილაკთან გადავინაცვლებ და კითხვაზე პასუხს გათამაშდება თუ არა 2003 წელს ჯეკპოტი, ერთად გავიგებთ. აბა დავიწყოთ 3, 2, 1 და ჩამოვყაროთ ჩვენი ბურთები, ახმაურდა ლოტოტრონი. ნახოთ როგორი იქნება ციფრთა კომბინაცია, ძალიან მაინტერესებს, ძალიან მღელო მეც რა თქმა უნდა თქვენთან ერთად, იმიტომ რომ მინდა რომ გაგახაროთ რა თქმა უნდა წინა საახალწლოდ და პირველი მომგებიანი ბურთი გახლავთ ნომერი 5, დავიწყეთ ყვითელი ფერის ბურთით და შემდეგი გახლავთ ლურჯი ფერის 4 რიცხვი, რომელიც ასევე მოგორდა ჩვენთან. დაბლებით დავიწყეთ, მაგრამ გავაგრძელეთ მაღლებით, იმიტომ რომ მესამე მომგებიანი ბურთი გახლავთ ნომერი 35. აბა მეოთხე მომგებიანი ბურთიც უკვე ჩამოვარდა და ის საკმაოდ მაღალი რიცხვია, 42 შემოგთავაზა დღეს ჩვენმა ლოტოტრონმა. მეხუთე მომგებიანი ბურთის მოლოდინში ვართ და ის არის ნომერი 24. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ის ციფრებია, რომლითაც თქვენ შეავსეთ დღევანდელი თქვენი მომგებიანი ბილეთები და შემდეგი რიცხვი ეს გახლავთ ნომერი 28. ველოდებით უკვე ბონუს რიცხვს და აი ისიც ჩამოვარდა და უკვე ადგილზეა, ის გახლავთ 21. მაშას ახლა ჩვენ დრო არის რომ გადავამეოროთ კიდევ ერთხელ დღევანდელი ჩვენი მომგებიანი ბურთები, დავიწყოთ 5-ით, გავაგრძელოთ 4-ით, 35, 42, 24, 28 და ბონუს რიცხვი გახლავთ 21. აი ასე გამოიყურება დღეს ჩვენი მომგებიანი რიცხვები თანმიმდევრობა. ნახოთ რა მოხდება. როგორი იქნება შედეგები, რომელიც ძალიან მალე წამოგვეწევა. მანამდე კი მე აუცილებლად უნდა გითხრათ და გაგახაროთ, რომ ესე იგი მოგებების სერია ლატარიაში გრძელდება, იმიტომ რომ სულ რაღაც გუშინ ყოველდღიურ გათამაშება ლოტო 5.35 ოქროს ბურთში გათამაშდა მეორე საპრიზო კატეგორია და მოგებამ შეადგინა 29,553 ლარი. ერთი ოჯახი უკვე გავახარეთ. ერთი ადამიანი უკვე გავაბედნიერეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს რომელიმე თქვენთაგანი შეემატებით მათ რიგებს და თქვენს თავსაც ეს რაღაცა საოცარი ამბავი დატრიალდება. ჯეკპოტი მით უმეტეს მართლაც რომ თავის იღბლიანი გამარჯვებულის მოლოდინშია. ნახოთ რა მოხდება, მეც თქვენთან ერთად ველოდები, მანამდე კი აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ შეიძინოთ საქართველოს ეროვნული ლატარიის ბილეთები იმისთვის, რომ თქვენც მოგეცეთ იმის შესაძლებლობა, რომ გახდეთ ესეთი სოლიდური თანხების მფლობელი. ესე იგი, მესამე საპრიზო კატეგორია გათამაშდა, მოიგო 2 ბილეთმა და მოგება ბილეთზე შეადგენს 1653 ლარს. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგ ეტაპზე ამჯერად უკვე 2024 წელს ჩვენ შევხვდებით კიდევ უფრო გაზრდილი საპრიზო ფონდით. მე ამ სივრციდან უნდა მოგილოცოთ დამდეგი 2024 წელი, ყველას გისურვოთ წარმატება, ბედნიერება, იღბალი, რომელიც ასე ძალიან გჭირდება ხოლმე განსაკუთრებით აქ და დაგემშვიდობებით ახლა და შევხვდებით ერთმანეთს უკვე სამშაბათს 2024 წელს. დროებით!